ხობის მუნიციპალიტეტში ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სკოლა შენდება. იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, მათ შორის მრავალფუნქციური კომპლექსის და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. აი ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოგესალმებით მაყურებელს. ბატონო დავით, პირველ რიგში საინტერესოა, რამდენია ხობის ბიუჯეტი და რა მიმართულების პრიორიტეტულ მიმართულებებზია გაწერილი ძირითადად თანხები. ხობის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საწყისი მაჩვენებელი 25 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს მონაცემებით ბიუჯეტი 46 მილიონ ლარზე მეტია, რაც წინაწელთან შედარებით 4 მილიონით მეტია. ბიუჯეტის მატება განპირობებულია როგორც ადგილობრივი შემოსავლების ზრდით, ასევე სხვადასხვა ფონდებიდან თანხების მიღებით. ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სოციალური სფერო, სპორტული და განათლების სფეროს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება. საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით რა პროექტებზე მუშაობთ, იმუშავეთ და რა პროექტები გაქვთ გეგმაში, ზოგადად რომ წარმოგვიდგინოთ. ამ კუთხით ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სოფელ ხამისკურში სრულად რეაბილიტირდა და ფუნქციონირებს 50 ახსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პროექტის ფარგლებში ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა, მოეწყო ახალი სათამაშო მოედანი, სრულად შეიცვალა ინვენტარი, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რაც შეეხება სკოლებს, სრულად რეაბილიტირდა ხეთის საჯარო სკოლა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. სრულად განახლდა სასკოლო ინვენტარი. დამონტაჟდა როგორც გათბობის, წყალმომარაგების, ასევე კანალიზაციის სისტემები. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალ ხიბულაში მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა. ჩანსახი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით ხობის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში 25 მინისპორტული მოედანი აშენდა და რეაბილიტირდა. ამ დღეებში დასრულდა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მშენებლობა. პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო განათების სისტემები და სკამები. მიმდინარე წელს მერია ასევე ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და ხორსატყვავის ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმავს ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობას, ხოლო შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაციას. აღსანიშნავია ასევე, რომ სოფელ ნოჯიხებში აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია თანამედროვე პირველადი ჯანსაცმლის მომსახურებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით, რაც სოფლად ცხოვრენ მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას ადგილზე მიიღონ ჯანდაცვის სერვისები. საინტერესოა ბატონო დავით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის პირობების შექმნა გასულ წელსაც და წელსაც პრიორიტეტი იყო თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით წელსაც გარკვეული პროგრამებს აფინანსებთ, რა პროგრამებზია საუბარი? როგორც აღნიშნე, ბიუჯეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური მიმართულება, მუნიციპალიტეტში მოქმედებს მოსახლეობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფდი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იმ ავარიული სახლების გადახურვის პროგრამას, რომლებიც საჭიროებენ სრულ ან ნაწილობრივ გადახურვას. პროგრამა ითვალისწინებს გადასახურად საჭირო მასალის, ასევე ავარიული მდგომარეობაში მყოფი სახლის გასამაგრებლად სხვა სამშენებლო მასალის შეძენას და ადგილზე მიტანას. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში მოქმედებს 2018 წლიდან და დღეის მდგომარეობით 272-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა ამ პროგრამით. დიდი პარტიანობაა გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციების დაფინანსებაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტ და მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევებისა და 18 წლამდე ასაკით მქონე პირთათვის სამედიცინო რეაბილიტაცია, აბილიტაციის
თანადაფინანსებაზე, რომლის დაფინანსებასაც ითვალისწინებს აღნიშნული პროგრამა და მიმდინარე წელს უკვე მუნიციპალიტეტის 200-მდე მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილებულია. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსათვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.